მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, მაყურებლებო. ერთ კვირა გავიდა 4 ოქტომბრის შემდეგ ჩაშლილი გადატრიალება, რევოლუცია, მშვიდობიან დამხობა, როგორც თავად ორგანიზატორებმა უწოდეს, უკვე წარსულშია მოტოვებული, თუმცა ქვეყანა ისევ იმ ემოციების და იმ მიმართულებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე განაგრძობს ცხოვრებას იმ რიტმით, ინერცია გრძელდება, ხო და გრძელდება აქციები ისევ მთავრობის სახთან, თავის მხრივ ხელისუფლება განაგრძობს, დაჭერებს, დაპატიმრებები გრძელდება. ხშირად ვეკითხებიან ხოლმე, როგორია ჩვენი პოზიცია. ჩვენი პოზიცია რა უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით, რატო უნდა გიხაროდეს ადამიანს ქართველი ადამიანების დაჭერა, პასუხისგებაში მიცემა, ციხეში ჩაჯდომა, მაგრამ მეორეს მხრივ თუ კი ჩვენ მივდივართ იქით, რომ გვინდა რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს და კანონიერება იყოს, ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც რომ გაძლოს ქვეყანამ რაღაცა რელსებზე შედგეს, რაზეც ჩვენ გვაქვს ლაპარაკი ფორმაციულ ცვლილებაზე, ქვეყანა ხომ უნდა მივიდეს იქამდე, ხომ უნდა ჩამოიშალოს კონსტიტუციური წესრიგი, ხომ უნდა არსებობდეს რაღაცა დონე და ამ წყობით არის იმ წყობით ქვეყანამ უნდა იარსებოს იქამდე. მაშინ კანონი უნდა კანონობდეს. რაღაც დონეზე მაინც ახლა იქიდან წამოსული იდეოლოგია რომ თურმე არ შეიძლება ექიმის დაპატიმრება, არ შეიძლება ლექტორის დაპატიმრება, არ შეიძლება ჟურნალისტთა ხელი საერთოდ არ უნახრო, იმიტომ რომ სინდის პატიმარი იქნება, არასამთავრობოს და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ხელი არ უნახრო, ის პოლიტპატიმარი იქნება, ესეც არასწორია. მაშინ აგერ ბატონო გლეხები დავიჭიროთ. ამათ მით უმეტეს რომ არავინ გამოექოვაგება ევროკავშირიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან თუ წამყვანი ევროპული ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები არ გამოთქვამენ პრეტენზიას. არც ეს არ იქნება სწორი, თუ დანაშაული იყო და მოხდა, ჩვენ არ ვიცით ამას ალბათ გამოძიება და ადგეს ბოლომდე მიიყვანს, მაშინ მას თავისი დამნაშავეებიც ეყოლება. ჩვენი პოზიცია მე მგონი გასაგებია, ჩვენ არ გვინდა არ ვიმხრობთ არავის დაჭერას, მაგრამ მეორეს მხრივ არც ის არ შეიძლება, რომ ვისაც მოუნდება, როცა მოუნდება, ქვეყნის თავდაყირა დაყენება მოინდომოს და თავის ჭკუაზე გარედან შემოსული დაკვეთების შესაბამისად ქვეყანაში რევოლუციური პროცესები წამოიწყოს. ასე იყო თუ ისე იყო, კიდევ ერთი დიდი ოქტომბრის რევოლუცია არ მოხდა 108 წლის წინანდელისგან განსხვავებით. ქვეყანა ასე თუ ისე ნორმალურ წყნარ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს წესით დროის გასვლის შემდეგ, მაგრამ აი ამ სიწყნარეში რა იმალება და როგორც ნათქვამია, ომი დასრულდა, სრულდება ყოველ შემთხვევაში, მაგრამ გეშინოდეთ მშვიდობის. აი ამ მშვიდობის ფონზე რა ხდება ჩვენს თავს, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, რა არის მოსალოდნელი, ამ ყველაფრიდან გამომდინარე რა იკითხება, ამ თემაზე ვისაუბროთ და შემდეგ უკვე საგარეო თემებსაც მივხვდეთ, იმიტომ რომ ბევრი რამ მოხდა ამ ერთი კვირის განმავლობაში და ორივე სიტყვით ალბათ გვმართებს რომ იმ თემებსაც შევეხოთ. კი ბატონო. მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ძალიან სწრაფად იცვლება სამყარო, იმდენად სწრაფად, რომ როგორც ლერწამი ისე თრთის ადამიანი დაბერვაზე ხანაკეთ გადაიხრება, ხანიკით გადაიხრება, სიმყარე დაკარგულია. რა ადგილი გვიკავია და რა ხდება? ჟამია მეორედ მოსვლა, კიდევ ახსენებ ჩვენს მსმენელს და წყდება დედამიწაზე საერთოდ სიცოცხლის ყოფნა არ ყოფნის საკითხები. ახლა ეს ლიტონის სიტყვები არ არის. ეს არის პოეტური მეტაფორა, არ ჩვენი აკვიატება,
ეს არის დროის მოცემულობა. და ნიშნებით შეიცნობაო. ნიშანი, მიმანიშნებელი, საით მივდივართ, რა მიმართულებაა, რა არის აქედან გამომდინარე ლოგიკურად მოსალოდნელი, ისე კი არა წინასწარმეტყველურად და ასე შემდეგ ეს ჯადოქრულად. არა, ლოგიკურად რო გაიაზრო, საით მიდიხარ, რა ნიშანია. დამთავრდა ოქტომბრის რევოლუცია არ შედგა. ფერადი რევოლუცია ამ ეტაპზე არ განხორციელდა საქართველოში, მაგრამ გასაგები ახლა უცხოური აგენტურის თემა ეს ახალი თემა არ არის. დიდი რეპრესიებიც, ხალხის მტრები, დასავლეთის აგენტები, ეს ვიცით, ეს ძველი თემაა. ფერადი რევოლუციის საფუძველი პირველ რიგში თვითონ ქვეყანაშია ხოლმე ყოველთვის. გარედან ხელშემწყობი, დამამხობელი, გამაბრიყვებელი არ გამოგელევა, მაგრამ შიგნით ყოველთვის თუ არის მიზეზი, თავარი მიზეზი შიგნითაა ყოველთვის. მერე გარედან მოსულს უიორდება თავისი გეგმების განხორციელება, კონკრეტულად რევოლუციის მოწყობა და იმ ხელისუფლების მოყვანა, იმ მორჩილი ძალის მოყვანა, რომელიც ამ დიდ გამოუცხადებელ მსოფლიო ომში ჭირდება. კარგი, უახლოეს მომავალში ფერადი რევოლუციის საფუძველი და ძალა, ვინც ამას აწყობს, განეიტრალებულია, მას ახლა იჭერენ, იმიტომ რომ არავის არ დაუმალია პირდაპირ თქვენს მშვიდობიანად უნდა დაგამხოთ და გადაგატრიალოთ. მართალია ეს ადგილობრივი არჩევნები, სადაც მუნიციპალიტეტის მერები და ქალაქის მერები უნდა არჩეულიყვნენ და სოფლის გამგებლები რაც არის, ხო? ეს არ ეხება ქვეყნის პოლიტიკას და კურსს არ ეხება. აი ეს არჩევნები უნდა გამოეყენებინათ მთლიანი ხელისუფლების შესაცვლელად. და პირდაპირ ამობდნენ რომ უნდა დაგამხოთოთ ახლა ნებისმიერი სახელმწიფო ამ დროს თუ სახელმწიფო რას მოიმოქმედებს ესე ცხადია. უეჭოლად ვიღაცას დაიჭერენ, როცა ბრძანებას გასცემ რომ ჩამაბარეთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები და აღარ მოყვები ამ თემას, ეს თემა ქვეყანამ უკვე იცის. ამას დამხობა ქვია, გასაგებია ეს ყველაფერი და რას მოიმოქმედებს სახელმწიფო ამ შემთხვევაში ეს ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს, ესეც გასაგებია. აქეთი რამეა საინტერესო, ბოდიში უნდა გადაგწყვეტილო. საქმე იმაშია, რომ ეს გასაგებია ყველაფერი, მაგრამ პოლიტიკოსები გამოდიოდნენ იგივე განცხადებებით, ხო? და ბოლო ჯამში მივიღეთ რა, რომ მაინც ვიღაც პატარა ბიჭები არიან დაჭერილი არის მოუერალი და ეს პოლიტიკოსები ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ განზე დარჩენა ყველაფერი. პოლიტიკოსი ეშმაკი და გაიძერა, თანაც ეს იმის შემდეგ ეს აქციები ისევ პერმანენტულად გრძელდება. ეს რომ ჭეშმარიტად ეროვნული ძალა არსებულიყო და იმას განეცხადებიან, რომ მე არა ქართული, არა ეროვნული ძალა უნდა თავამხო და შემდეგ მარცხი დასრულებულიყო ეს ცდელობა. მთელ იმ მიმყოლ კუც რაც ახლა მარტო ლიდერებს კი არა, თვითონ რიგით წევრებს, შემსრულებლებს მასობრივად მოკიდებდნენ ხელს თუ არა და იმის უფლებას მიცემდნენ, რომ იმათ ისევ ქუჩაში გამოსულიყვნენ ეყვირად, ელანძღად და გაეგრძელებინათ. პრინციპში არაფერი არ შეცვლილა 4-ის შემდეგ, ხო? გარდა იმისა, რომ რამდენიმე კაცი არის პასუხისგებაში მიცემული. ანუ საუბარი საერთოდ მყავს და კითხვა როგორ მინდა დავსვა. ხო არ არის ამაში თვითონ ის, რომ თვითონ ხელისუფლებას აწყობს, ეს უფრო რიტორიკული კითხვა. ეს ყველაფერი ეს უწყვეტი პროცესი, რაც წლების განმავლობაში იყო, რაზეც ინარჩუნებდა ხელისუფლება თავის მყარდგომარეობას სკამზე ამ ხედველობაში. ეს მთლიანად თუ არა დიდწილად ხო ამაზე იყო დაფუძნებული. რა თქმა უნდა. გამოყენებული იყო საფრთხობელად, რომ მე თუ არა, აგერ მოდის ეს ძალა. მე არ მომცემ ხმას, მაშინ ხმებს მიიღებენ ისინი. მე არ ამიტან,
მე არ მიმიღებ, მაშინ აი ისინი მე დამამხობენ. და მოვლენ ისინი. და ხელისუფლების მხრიდან აქვს მცდელობას ადგილი, რომ კი ბატონო, ეს გადატრიალებოთ, ვიღაცებს ხელი უნდა მოკიდონ და რაღაც, მაგრამ მეორე მხრივ არც ხელისუფლებას არ აწყობს ეს ბოლომდე, რომ აღკვეთოს და გააჩეროს ეს პროცესი. იმიტომ რომ ეს საფრთხობელა აღარ ეყოლება, ხო? შესანიშნავი საფრთხობელა ამ შემთხვევაში და ამ სისტემაში საფრთხობელა აუცილებელია და რატომ არის აუცილებელი? როდესაც ასიმეტრიული გადანაწილება კაპიტალის ანუ ფულის დიქტატია სინამდვილეში და ერთდროულად ასიმეტრიული გადანაწილება ეროვნული სიმდიდრის, მატერიალური რესურსის, თუნდაც სულიერი, თუნდაც გონებრივი რესურსის. როდესაც ჯუნგლის ძლიერის პრინციპს ექვემდებარება და ანტიქრისტიანულია თავისი უღრმესი შინაარსი ცხოვრების წესი. და ამ დროს კრავის სახით გინდა რომ მართო, ისე სხვანაირად არ გამოვა. არა, დიქტატურა არა გვაქვს. პირდაპირი დიქტატურა როცა არის, მაშინ ყველაფერი თავდება. ეს ხო შეფარულია. ამ პირობებში აუცილებელი არის საფრთხობელა. მხოლოდ საფრთხობელის საშუალებით იხანგრძლივებს არსებული ფორმაცია თავის არსებობას. ურთიერთ საფრთხობელა წარმოჩენა, ხო? და მეორე მხარეს როგორ იქცევა? დადის მეგაფონები და ცეცხლი ოლიგარქიასო გაყვის. თითქოს მხოლოდ საქართველოში იყოს ოლიგარქიული მმართველობა, თითქოს მარტო საქართველოში განაგებდეს ყველაფერს ოლიგარქი და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ყველგან ოლიგარქები აიჯდნენ, ან იმ მსხვილი ოლიგარქების აგენტურა და იმათი წარმომადგენლობა არიჯდეს ყველა ქვეყნის სათავეში. ქუჩაში გამომსვლელებს ხო ევროპაზე აქვთ. ევროპას მართავენ უმსხვილესი ოლიგარქების ჯიბიდან გამოყვანილი და პირდაპირ საკუთარი ბანკიდან, როჩილდების ბანკიდან გამოყვანილი მენეჯერი მართავს საფრანგეთს და როგორ მართავს ნახეთ, ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის ყოფილი დირექტორი არის მერცი, როგორც ამბობენ, აქ რა თქმა უნდა ოლიგარქიული მმართველობა, იმიტომ რომ რაც სისტემა მსოფლიოშია, იგივეა საქართველოში, დანერგილი, თავისთავად ცხადია, მაგრამ იქ არის პირველ რიგში სამაგალითო ოლიგარქია. ტრამპი ვინ არის? არ არის? ტრამპი ვინ არის? კი, ხო, ვინ მოიყვანა? აქ ყველაფერი ცხადია. ანუ ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთმანეთი რა თქავთ დასახული, შავი ფონი იქნება ნაციონალური მოძრავით, რომელიც ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს. და ეს უხანგრძლივი ამაშია ძალა, რომ ერთი მხარეს და მეორე მხარეს თავის აუდიტორიას აბიტურებს ამით, რომ არ მოხდეს ამ მათი ჩახსნა რა და გონიათ რომ ეს შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ახლა გვეძლევა გარკვეული დამოუკიდებლობის მოპოვების რეალური მდგომარეობა და არ შეუშალოთ ხელი არსებული ხელისუფლებას, არის ესეთი შემოხმაურებაც. იმიტომ რომ რაღაც ნაბიჯები რო სწორია და რო მართალია, კი გასაგებია რომ მართალია, თუმცა ჯერ კიდევ როდის ითქვა, რომ გარედან შემოსული ფული, სექტების დაფინანსება, არასამთავრობო სექტორის დაფინანსება, ეს არის მეხუთე კოლონის მომზადება, რაც ემსახურება ეროვნული სახელმწიფოს განადგურებასო და თუ ეროვნული სახელმწიფო უნდა შეიქმნოს და უნდა შეიქმნოს, ყოველგვარი გარე დაფინანსება უნდა შეწყვეტილიყო და გადაჭრილიყო. ზუსტად ისე როგორც დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ უნდა იმოქმედეს უსაფრთხოებამ კონფლიქტურ ვითარებაში, მოწინააღმდეგი მხარის დივერსიული ჯგუფი, ტერორისტული დივერსიული ჯგუფები რა ზიანსაც მოუტანს ქვეყანას და როგორც უნდა მოეპყრას და როგორც უნდა აწარმოოს ქვეყნის გადარჩენისათვის უსაფრთხოების სამსახურებთან ზუსტად ანალოგიური მეთოდოლოგიით უნდა გაჩერებულიყო, დაკეტილიყო ყველა ის ფინანსების მოდინების წყარო, რაც ადგილზე მეხუთე კოლონას ქმნის და ქვეყნის დანგრევას და ეროვნული ცნობიერების განადგურებას ემსახურება. ეს ადრევე იყო რა თქვა. კი ბატონო, ეხლა რაღაცების გაკეთება დავიწყეთ, მაგრამ გავამართლეთ კიდეს, მაგრამ ჯერ დამოუკიდებლობამდე ვართ ძალიან შორს. ხლა დამოუკიდებლობაც რა არის?
დამოკიდებულების აბსოლუტური დამოუკიდებლობა თავისთავად არ არსებობს. ჩვენ ყველა ვართ დამოკიდებული ბუნებაზე, ბუნების კანონებზე და ეს ნუ გავითვალისწინოთ. ასევე ყველა ვართ დამოკიდებული ერთმანეთზე და საერთოდ ადამიანები რო ვართ ერთმანეთით ვართ, ადამიანი საზოგადოებრივი არსება და ეს ერებიც ერთმანეთზე დამოკიდებული ვართ. Როგორი დამოკიდებულებები გვინდა ერთმანეთის მიმართ, ჩვენი თავი რო ჩვენად ვიგვეყუდნოდეს. თითოეული ერი თავის ისტორიულ ტერიტორიულ ფარგლებში არის სუვერენული, ამას გვეუბნება ახალი სიტყვა, უფლის სიტყვა და ამიტომ შესაბამისი ცვლილებები აუცილებლად გასატარებელი. Როგორ შეიძლება შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა? Დაუშვათ ფერადი რევოლუცია ჯერჯერობით განეიტრალდა, არ იქნება. საქართველოს არ ჩაერთვება მსოფლიო ომში და პოლიგონად არ გადავიქცევით და ჯერჯერობით გადავრჩებით, მაგრამ აი რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყნის შიგნით. დამთავრდა ომი და გეშინოდეთ მშვიდობის, ასეთი მდგომარეობაა. ეხლა ბუა რო ჭირდებათ და ბოლომდე რო იმის განეიტრალებას არ ახდენენ, რაც მართლაც გასანეიტრალებელია და გასაჩერებელია, თუ კი გამხობს, მაშინ დამამხობელი ძალა ქუჩაში აღარ უნდა იდგეს. თუ სახელმწიფო სწორედ მაგაზე დავიწყე მე ეგ საუბარი, რომ აი ომი დამთავრდა, გეშინოდეთ მშვიდობის. ჩვენმა ხალხმა ერმა საზოგადოებამ რო არ გააცნობიეროს, რეალურად საით მიყავთ ამათ ქვეყანა. ის საფრთხეებია მუდმივად უნდა არსებობდეს. ამიტომ იმ საფრთხეების მუდმივ ისა სამუდამო განეიტრალებაზე ესეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ იმ საფრთხეების ბოლომდე მოსპობა და განადგურება არ აწყობს ხელისუფლებას. ამიტომ ეხლა მომღერალს რო დაიჭერდა რეალურად ვინც მომღერალსაც წარმართავდა, აქეზევდა, უკან ედგა და დანარჩენ პროცესებსაც იმას რომ ჯერჯერობით ხელი არ აქვს ნახლები, არ ვიცი ხვალ რა იქნება, მაგრამ მე დღეს მდგომარეობით ვლაპარაკობ, ჩვენ დღეს გვაქვს ხო ეს ჩაწერა. ხვალ რა იქნება არ ვიცი, მაგრამ აი დღევანდელი სურათი ამას უჩვენებს. ახლა როგორ არის ჯემალი? იმ შემოდინებულ თანხებზეც 12-13 წლის განმავლობაში, თურმე ახლა იმ ბოლო წლებში 2 წელია, 24 წელში დაიწყო ამაზე ლაპარაკი. თურმე იქამდე არ იცოდნენ ეს თანხები რომ შემოდიოდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყო. რამდენი რამეა დაშავებული ამ ფულით. იგივე არასამთავრობოების ხელით გაკეთებული, იგივე იმ მეორე ძალის ხელით. ეგრეთ წოდებული რეფორმებით და რამდენი რამე აქ ქვეყანას რამდენი რამე დაუშავდა. მაგრამ ამაზე ხელისუფლებას რეაქცია არ ქონია. სანამ ამ ფულით დაფინანსებულმა ჯგუფებმა არ დაიწყეს ამათი სკამების შეყანყალება, იქამდე არ გაახსენდათ რომ თურმე უცხოური ფული ეროვნულ ინტერესებს ვერ მოემსახურება, იმიტომ რომ ის ყველა შემთხვევაში შემკვეთისგან ფინანსდება ის მიმართულება, რომელიც იმას აწყობს. კი, მოდი ახლა მივყვეთ საკითხს, რამდენად ეროვნულები ვართ მთლიანობაში და ვიქეთ თავს, რომ გვაქვს საუკეთესო ეკონომიკური მაჩვენებლები, ქვეყანა წინ მიდის, ეკონომიკურად ვყავი ვართ, ევროპაში რეცესია, ამერიკის ეკონომიკაში რეცესია, მსოფლიოში არსად თითქმის ისეთი დიდი წინსვლა არსად არავის არ აქვს. და აი საქართველოს წინ მოდის და წინ მოდის. ხო, მოდი ახლა ამ თემას მივყვეთ. აი გვეშინოდეს მშვიდობის, თუ არ უნდა გვეშინოდეს, უნდა გვიხაროდეს, იმიტომ რომ უკვე ერთგვარი საზეიმო ეიფორიაში შევდივართ. ამგვარი მშვიდობის მიშა სააკაშვილის პერიოდს თუ გავიხსენებთ, ლოზუნგი იყო ასეთი, რომ ყველაზე ყველაზე სასწრაფოდ ტარდებოდა ბრიფინგი იყო თუ რაც იყო, სახელდახელოდ ტრიბუნა იდგმებოდა და გამოდიოდა და მიდიოდა პროპაგანდა, აგიტაცია უმაღლეს დონეზე, რომ ყველას ვასწრებთ და აი საცა ალბათ მარსიც გავფრინდებოით ქართველები. აი მასკი გამოჩნდა ახლა, თორე უკვე იქნებოდით. დავასწრო მასკმა. მარსის პროექტი გადაიტაცა და მთავრობა შეფერხებულია, თორე იგივეს ვაგრძელებთ. და იქნება ეიფორიული განწყობა გარკვეულ ნაწილში, რომ აი თუ ეკონომიკა წინ მიდის და წინ მიდის. ეს სინამდვილე რა არის? ვალუტის წყარო. ეხლა ეკონომისტი არა ვარ, რა თქმა უნდა და შეიძლება ეკონომისტებმა არ ჩვენი ტერმინები მიიღონ და არ ჩათვალონ ეს საუბარი ისეთ საუბრად, როგორც აკადემიურ წრეებს ეკადრება ეკონომისტების აკადემიურ წრეებს, მაგრამ ქვეყანას რა შემოსავალი აქვს?
გავყიდეთ ღვინო, ხო? მივიღეთ რაღაც. გავიდა რაღაც იაგისეული და ასე შემდეგ. ყველაზე მთავარ შემოსავალს საქართველოს იღებს ქართველი მოსახლეობის გაყვანით. რომელ ეკონომიკის წინსვლაზე ლაპარაკი? კი ბატონო, მდიდარი მდიდრდება, ბანკები ფულს აკეთებენ, საშუალო ფენა თითქმის აღარ არსებობს და ვალუტის წყარო აქ ოჯახები რო არსებობს, გარეთ გასული ევროპაში, ევროპის კარზე მონური შრომით მშრომელი დედების, ქალბატონების ხარჯზე ივსება. და ეკონომიკა აი ამით ბრუნავს. ეს დაკადი არ ჩერდება, იქიდან აქ არ მოდის და ხელისუფლებას სასჯელად მიიჩნევს თუ ეგრეთ წოდებული ვიზა ლიბერალიზაციას გაგვიუფებს. ვიზა ლიბერალიზაცია რა, სამი თვე თუ როგორც არის, რაში ვიყენებ თავ ვიზა ლიბერალიზაციას? იმიტომ რომ დასასვენებლად დავდივართ ევროპაში და იმიტომ რომ ევროპის ქალაქებში და ევროპის მუზეუმებში დასათვალიერებლად დავდივართ და აი ფუფუნებისთვისაც არის ხალხი რომ დადის. მაძღარს ყველა მაძღარი ეგონაო, ეს გასაგებია, მაგრამ ძირითადად ამ ვიზა ლიბერალიზაციას ვიყენებ სწორედ იმიტომ, გავიდეთ იქ გამოვიმუშაოთ გარკვეული და აქ იგზავნება ეს ფული და მე ეს ფული ბრუნავს საქართველოში და ბაზარში. საქართველოს ეკონომიკა ექნება საკუთარი ხალხის გარეთ გაყვანას და როცა აქ მუშახელის დეფიციტი იქნება, როცა უპატრონოდ რჩება, გადაფორმებები კიდე როგორი რთულია და რა არის და როგორ არის ვიცით, საკუთარის დაკანონება ძალიან გართულებულია, საგანგებოდ. სხვები შემოდიან, ამას ეკონომიკური გამართლებაც აქვს, აბა რა ვქნა, არ არის აქ მუშახელი და რა უყო. ის გერმანიაშია წასულის, ევროპაში, ინგლისში, საფრანგეთში და აქ პაკისტანელი და ის მოვა და გააკეთებს და ასე შემდეგ. ასე შედივართ და უკვე უცხოელი აქ დასაქმებული ადგილზე. როდესაც თავარი საექსპორტო საქონელი ადამიანია, რომელ ეკონომიკაზეა გაქვს ლაპარაკი, რომელ ეროვნულ ეკონომიკაზეა გაქვს ლაპარაკი. არ დავიწყებ ახლა ძალიან მაღალ ფარდონებით და დიდი ეკონომისტის იმებით. ჩვენ ვართ თვითდასაქმების რეჟიმში. არ არის სამუშაო ადგილები, ძირითადად ეს ფორმაციისთვის დამახასიათებელია უმუშევრობა. ეს კაპიტალიზმია და ამ დროს ჩვენ ვართ გადასული თვითდასაქმების რეჟიმზე. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის თვითდასაქმების დროს მანქანის მართვა და რაღაც ერთი ადგილიდან მეორეს გადაადგილება და ასე შემდეგ, ხო? მართვის მოწმობა. როგორ არის გართულებული? რა ვქენით? ახალგაზრდა რო ამთავრებს დიპლომს, არა 95% აღებული დიპლომებისა კედელზე ჩამოსაკიდია, იმიტომ რომ შესაბამისი მიმართულებით დასაქმების საშუალება ძალიან მცირეა, ეგ ერთეულთა ხვედრია. ძირითადად ეს ისევ დაგჭა მხოლოდ პრესტიჟისთვის, მზითვისთვის, ქართველებს რო აი დიპლომი აქვს რაღაც და უკიდია სახე, ანუ ისწავლა და ცოდნასთან ახლო გაიარა, დანარჩენი უნდა დასაქმდეს რაღაცნაირად, უნდა ჩაებას ამ სავაჭრო პროცესში თუ წვრილ წარმოების რაღაც საკითხებში, სადაც აუცილებელია მანქანის მართვის მოწმობა. რა დონეზეა გართულებული? კაცის ტვინის საწინააღმდეგოდ არის გაგებული, ახლა რო დავიწყოთ ამას საუბარი, ძალიან შორს ავართ, მოკლედ იმდენადაა გართულებული. მართვის მოწმობასაც ვერ იღებს და ძალიან უჭირს ძალიან ბევრ ჩვენ ახალგაზრდას. სადირებენ კორუფციის გზით ფულს იხდის ჩვენი ახალგაზრდები, სომხეთიდან შემოაქვთ მართვის. ახლა ეს ცნობილია, ახლა ეს საიდუმლო არ არის და ყველა ვიცი. სომხეთიდან შემოაქვთ, უკრაინიდან, საბერძნეთიდან, იქ მართვის მოწმობის აღება იოლია, მე რა მთელი სირთულეები ახლავს და მანქანა მაინც რო ატაროს, მაგის საშუალებასაც კი უსწრებთ. ისია აწყობილი, რომ ძალიან ბევრჯერ უწევს ფულის გადახდა, როგორმე თუ აიღო რამენაირად,
ძალიან ბევრჯერ უწევს ფულის გადახდა და ეს მომსახურების სფეროები, რომლებიც ასწავლიან და ასე შემდეგ, სასწავლებლების წარმომადგენლები იმდენ ფულს შეუვლობენ, რომ ბინაზე კიდულობენ მაინდა-მაინც დედაქალაქში. უძრავი ქონებაზე ვართ დახარბებული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა ეხლა ისეთი რაღაც წარმოებაში ფული რო ჩადო, აქ არ ჩანს, არ არის ამის პირობები და ყველაზე იოლი საკითხია უძრავი ქონება მე ეს გააქირავო. ხო. ომმაც გადმოყარა, მოვიდნენ, გახსნეს აქ კომპანიები და ფული კეთდება, ეგ ომმა განაპირობა და არა იმან, რომ ჩვენი ეროვნული ეკონომიკა შევქმნით აქ. შემოსავლები გაიზარდა, გაძვირდა ერთდროულად ბაზარი, შიდა ბაზარი. ახალგაზრდას მანქანის მართვაც კი აღარ შეუძლია, მაგის უფლებაც კი წავართვით. და სანაცვლოდ თავისი მშობლების თუ პირადი შრომით ნაშრომს იმდენ სტოვებს უკვე ეგრეთ წოდებულ სასწავლო ცენტრებში, რამაც აღარ იციან რამდენი ბინები იყიდონ და როგორ შეიძინონ. ეს ერთი. ინტერნეტში ანუ მანქანის მართვის უფლება რომ მიიღო და მანქანა რომ მართო. მთელი რიგი საფეხურებია გასავლელი და მთელი რიგი ინსტანციებია გასავლელი, მაგრამ ქვეყანა რომ მართო, თავარია იმ ოლიგარქის სიმპათიები იყოს შევხარეს. ხო, რომ დაახედაო. იმან თქვას, რომ აი ეს უნდა იყოს პრემიერი, ან პრეზიდენტი და ნუ არის, ჩვენ გვახსოვს რომ მინისტრად დაბადებული. ჩვენ გვახსოვს რომ ნუ გინდა თუ არა სალომე ზურაბიშვილს თუ არა ირჩევთო დამთავრდება ყველაფერი, უცამის ქვეყნიერება მთავრდებოდა, ქვეყნიერების იქამდე მარგველაშვილზე იყო გზავს. ასევე ქვეყნის სახსასრული დაიწყებოდა თუ მარგველაშვილს არ ავირჩევდით და ანუ რა, ახლა მანქანის მართვა რო შეძლო, ეს ძალიან რთული პროცედურები უნდა გაიარო, მაგრამ ხო, ერთადერთი პროცედურა გასავლელი თუ ქვეყანა გინდა მართო, აი ოლიგარქის სიმპათიები უნდა შემხარეზე იყოს რა. ახალგაზრდების ქვეყნიდან გაძევების პროგრამაა. და ყველა ამ შემთხვევაში, გარდა თვითონ ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მოზარდების და ერის გარდა, დანარჩენი ამ პროცესში მონაწილე ყველა კმაყოფილია. თითქოს საერთაშორისო სტანდარტებს ვასწრებთ კიდეც ისეთ პირობები გვაქვს დაყენებული და მე მგონი სამედიცინო პერსონალმაც კი არ იცის, ზოგ ისეთი საკითხია შიგ შეტანილი, თითქოს ეხოსკოპიის აპარატით უნდა იყო აღჭურვილი და ეს სამედიცინო საკითხებითაც ისეა დატვირთული, მოკლედ 1500 თუ რაღაც გადააჭარბების საზეპი, რომ მერე განსაკუთრებული სიმკაცრით უშუალოდ გაყვანა და ასე შემდეგ. რატომ აქ საუბარი? ახლა მანქანასაც თუ ვერ მართავ, ხო, რაღა უნდა გააკეთო? ერთადერთი ის რჩება, რომ დადგე და მიმტანის როლი შეასრულო რესტორნებში. აი ეგ ხო, მაკეტაც ხო მივდივართ. ეს ყველაფერი და მართვის მოწყობა რო აიღო და რაღაც საარსებო შექმნა, იძულებული ხდება ძალიან ბევრი ახალგაზრდა რომ გავიდეს სომხეთში, იქიდან ჩამოიტანოს მართვის მოწყობა, წავიდეს უკრაინაში, იქიდან წავიდეს აბერდენში, საზღვარგარეთიდან, იქ უფრო იოლია რო აიღოს ის მართვის მოწყობა, რო აქ მერე გამოიტანოს რაღაცი თავი გაიტანოს. ეს იმდენად გართულებული პროცედურაა, რომ ეს უპიცხებს აქედან რომ გააცნო და გაიყვანო. და მოზარდი, რომელიც ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს და საჭის ხელში დაჭერის საშუალებასაც რო არ აძლევ. ეგ ამათვის ბიზნესია, რაც ბევრჯერ ჩაიჭრება და ბევრჯერ გადაიხდის, რომ გაიაროს ამ გამოცდით. ეს უფრო მეტ მოგებას ნახულობს და კმაყოფილია. ამ ეგრეთ წოდებული სასწავლო ცენტრების წარმომადგენლობა კმაყოფილია. ფული მოდის და მოდის. რატომ? იმიტომ რომ სოციალური მოთხოვნა მანქანა გასართობი კი არა. მანქანა საარსებო საშუალებაა. არა ზოგისთვის გასართობია, რატომ აქ მანქანაზე ლაპარაკი? იმიტომ რომ ეს იმ საშუალო ბიზნესია თუ წვრილი წარმოება თუ რაც არის, რო იარსოს ტრანსპორტირების გარშე არ ხდება. ეს ვითოც არაფერი. ვინმე ამბობს რომ უნდა გამარტივდეს, გაადვილდეს და ყველა ქართველი ჯანსაღი თუ ჩვენი მოქალაქე დიახაც უნდა მართავდეს და უნდა გქონდეს მართვის მოწმობა. უნდა გაუმარტივოთ, ეს მაინც უნდა გაუმარტივოთ. ხელი უნდა შენო ამაში ხელს. ბოლოს და ბოლოს საკუთარ მცირე ბიზნესს რომ მოემსახუროს თვითონ. მაგისი საშუალებაც კი ავართვით. აქ იმდენად ძნელია საზღვარგარეთ გადიან. ეს ელემენტარული ლაპარაკი. ახლა არ შემიძლია რომ არ გამოეხმაურო
ჩვენ წიგნობრებს ახლა აღმოგვიჩენია თუმცა რომ ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს რომ ძალიან წამხდარი თაობა გვაქვს თურმე გაზრდილი უკვე არ შეუძლიათ უფროსთან საუბარი არ შეუძლიათ მსჯელობა აზრის გამოტანა წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ თურმე იმდენად მიჯაჭვული ყოფილან ამ ტელეფონში ამ TikTok-ს ასე შემდეგ აქ მზამზარეული მიღებულ რაღაც მოკლე ტექსტურ თუ ვიდეო რგოლებით იმდენად აქვთ გონება გადაგვარებული რომ სრულფასოვნები აღარ არიან ეს ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს ამერიკელ მეცნიერებს თუ არ დაადგინეთ ჩვენ ეს ვერ გესმოდა ჩვენ ამას ვერ ხედავდით საით მივყავდით ტექნიკის აი უზარმაზარ მიღწევას რასაც მობილური ქვია ამხელა ცოდნაში მართლა საკაცობრიო ცოდნაა ჩადებული შიგ და რაში გამოიყენება საგანგებოდ ისია პროგრამირებული ისეთი მიჯაჭვაა საგანგებოდ გამოწვეული რომელმაც ადამიანი უნდა დაიყვანოს რაღაც აქედან ეს ერთ-ერთი საშუალება რომ ადამიანი მოაზროვნე კი არ იყოს რაც მორჩილ მასად გადაიქცეს რომელსაც არ შეიძლება საკუთარი აზრის გამოტანა ვერაფერ სერიოზულს ვერ შექმნის რომელიც მოწყვეტილი იქნება საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი იქნება საკუთარ სამშობლოს მოწყვეტილი იქნება საკუთარ უბანს და ასე შემდეგ ვირტუალურ რეალობაში იქნება ჩაჭედილი არაფრის მაკნისი მორჩილი რომელსაც მე ხელოვნური ინტელექტი ასევე მათ მიერ დაპროგრამებული სწავლებებით ყოველგვარი ზედმეტი ძალდატანების გარეშე ერთ დიდ სასაკლაოში შერეკავს საზოგადოებას ეს ხო ვიცოდით რომ აქეთ მიდიოდა საქმე რამოდენიმე ჩინეთმა დაბლოკა ბევრი რაღაცეები რომ ეს ღიად არ ყოფილიყო თვითონ ამერიკაშიც კი ზოგიერთ შტატში მე არის კონკრეტულად მაგრამ ზოგან ვიცი რომ აკრძალულია 20 წლამდეც კი ხო მობილურით ახლა უკავშირდებია ინტერნეტ ქსელებს და ვირტუალურ რეალობას შედიხარ 20 წლამდეც კი ზოგიერთ იმაში აკრძალულია რომ არც კი უნდა გქონდეს სასწავლებელში ბიტანაზე აღარაა ლაპარაკი ჩვენთან ეს ყველაფერი წლები როა მიშვებული და ჩვენ თვალწირო გვეუბება ეს ახალგაზრდობა მომავალი თაობა როცა გეუბება და რიგასთვის კიდე ეს შენი ქონება რიგასთვის კიდე შენი ნაშოვი ცხოვრება დიდი ეკრანები დავდგით ჯერ ხო ოჯახს ყველანაირად დავარტყით რაც გითხრეს ყველაფერი შევასრულეთ სწავლით აღდით ყველაფერი ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მაგრამ ის განათლების რეფორმები რომელიც ჯერ წინა ხელისუფლების ხელში ჩატარდა და შემდეგ ამ ხელისუფლების ხელში გაგრძელდა და შენარჩუნდა ეს ვისგან მოწოდებული იყო ვისგან მოცემული გარე დიდი ეკრანები რო დადგეს და ფეხბურთია თუ ასე შემდეგ თუ გასართობი პროგრამებია ღამის 2 საათამდე გარეთ რო გამოკავ ბავშვები სუბუქი ნარკოტიკის მოხმარება ეგრეთ წოდებული პლანის მოხმარება რომ რა თქმა უნდა არადანაშაულებრივი მოქმედებაა და ეს ვიცით რაც ხდება არ მინდა ახლა ეს ჩამოვასრულოთ ხათო ეს ყველა ვიცით რაც ხდება როგორ ხდება გარეთ რო გაყვავს ოჯახიდან ღამის ინდუსტრიაო ქალაქშიო ღამის კლუბები და ასე ეს ჩვენი ნაკეთები არ არის ეს ჩვენი ხელით არ იღუპება აი წიგნობრებთან აქვს აქ წიგნობრებთან არ ვიცოდით რომ ეს დაგუპავდა რომ ეს გზა დაღუპისა რომ ეს ტექნიკა ტექნოლოგიები ზარმაზარი სიკეთის მოტანა რა თქმა უნდა შეუძლია ძალიან ბევრად შეუძლია გააიოლოს გაამარტივოს და წინწაწიოს ცხოვრება ადამიანის ადამიანურ გზაზე მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ რომ გამოიყენება ანუ ბოროტად ხდება ამ ტექნოლოგიების გამოყენება ეს არ ვიცოდით მობილური ინტერნეტ სივრცეს ვირტუალური რეალობა რაშიც გავჭედეთ გავაჩერეთ სწავლის პროცესს ფაქტურად გაჩერებული ეს არის უბრალოდ დიპლომანია ძირითადად მეტია ეს ძველი ინერცია რომ ქართველში დევს რომ დიდება თუ მოიპოვა განათლებულობით ეს ყველაზე უფრო დიდი და დიდებულია
SDF-ს კი. და ესეც ახლა კარგად ჩაჯდა კომერციულ საკითხებში. ფული კეთდება ამას. ადგილზე სკოლები ფული კეთდება მოსახლეობიდან დიდი რაოდენობით ფულის ამოღება ხდება არაშენა- ყოველდღიურად და კი. ყოველდღიურად. ადგილობრივ საშუალო განათლების სფეროში დასაქმებული მასწავლებელთა მთელი ჩვენი არმია გადავაქციეთ პარტაქტივად. რომლის მთავარი მოვალეობაა მმართველი ძალისთვის იმუშაონ ადგილებზე. არაფერი დისციპლინა არ არის, მოშლილია საერთოდ. ყველგან დისციპლინა, იმიტომ რომ თავისუფალი და ბავშვი არაფერი არ უნდა უთხრა. ნიშნულია პროცესი. მომავალს რო ვანადგურებთ, ეს ჩვენი ხელით რო ხდება და რამდენი ხანია რო ხდება ეს. ეს ვითომც არაფერი. 24-25 ოქტომბერს დიდი ფორუმია რუსულ ენაზე, დიდი რეკლამა უკეთდება თბილისში, რაც სასწაული ამბავია, 16 ქვეყნის წარმომადგენელი, 450 დელეგატი, უძრავი ქონების დიდი ვაჭრობა უნდა ჩატარდეს და კიდე რა ვიცი რაღაც სასწაულები. ვის უძრავი ქონება უნდა შეისყიდონ, რა ვაჭრობა? სად ეპატიჟებიან? ინტერნეტში დიდი რეკლამები მიდის. ხელისუფლებამაც გააღნიშნა, რომ ჩვენო რა ფორუმები უნდა ჩავატაროთ დაახლოებით ამ დღეებში. აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით და მთელი სიმპოზიუმები და მთელი ამბები. ხო, შეფუთვის დიდო სტატები არის. ეს შეფუთვა ხდება და იქ პირდაპირ ტექსტებითა უფრო ეთყობა ეს რუსული ტექსტი დადებული, რა ხდება, რა ტარდება, ესე იგი ვისთვის არის აშენებული სათამბჯენები, ეს კორპუსები და ასე შემდეგ და კიდევ და კიდევ და კიდევ. ვის ეპატიჟებიან, ვინ უნდა მოვიდნენ, ეს უძრავი ქონება, რაღა ეს უძრავი ქონება იქნებ გაგვაგებინო კაცო. აი ჩვენი მშვიდობა, როგორი მშვიდობა? ახალგაზრდას გზებს უჭრით, ყველა დონეზე, უძრავი ქონების დიდი ვაჭრობა უნდა ჩატარდეს, არ ვიცი ხალხო ეს რა უძრავ ქონებაზეა ლაპარაკი. ვინ უნდა იყიდოს? და რა არის ახლა? სავარაუდოდ ეროვნულ საკუთრებაში თუ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი უკანასკნელი რესურსები, უძრავი ქონების უკანასკნელი მარაგები უნდა გაიყიდოს ალბათ, არ ვიცი ხლა. დეველოპერებს ეპატიჟებია განსაკუთრებით. ჩვენთან ხომ მშენებლობის ბუმია კორპუსებისა და საცხოვრებელი აბა ამდენი ინდოელი, არაბი, თურქი, პაკისტანელი რო ჩამოყვა, სადმე შევასახლოთ. ხო, აი, როგორც ჩანს სოფლიოს დემოგრაფიაზე კი. ის კომუნისტური მოწოდება რო იყოს, ბოლშევიკურმა პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთითო, ეს ეთყობა საქართველოს ტერიტორია იგულისხმებოდა თუკი სადმე უპოვარი იყო. აი ამ ქვეყნებში ყველა გამორბის და აქ შოულოს მერე ზოგი მიმდანად მუშაობს, ზოგი იმათ მუშაობს. კი, ეგ მაგრამ იმ ფორუმზე ჯემალი უპოვრებს არ ეძახიან. იქ სვარაბი ხდება, ლაპარაკი აი შენებლობაზე რო წავიდა ლაპარაკი. ხო. რო შემოდიან და აქ რო სახდებიან და ბინადრობის უფლებას იღებენ, ერთ ნაცნობობაში ვიყავი 1-2 თვის წინ და 4-5 სართულიანი კორპუსები აუღია, დიდი ხანი არ ვიყავენ ამ ყოფილი. დაუშენებენ მრავალსართულიანი. იქ თეთრკანიანი 20 წუთი ვიყავი გაჩერებული, თავის ბაღებია რაღაც და თეთრკანიანი გამლები თითქმის ვერ ვნახე. რა კიდე სინგაპურს ვაშენებ. ქართველზე არ მაქვს ლაპარაკი, თეთრკანიანი შეიძლება სულაც არ იყოს ქართველი, მაგრამ აი თეთრკანიანი გამლები 15-20 წუთის განმავლობაში ვერ ვნახე. წარმოიდგინეთ ახლა ვინ არიან შესახლებული ახალ აშენებულ კორპუსებში. აი ჩვენი მშვიდობა ეს არის რა, რომელსაც თვითონ მივაღწია. აი წინა გადაცემაში ვთქვი 13 წელია ეს ხელისუფლება არის სათავეში. აი ეს ახალგაზრდობა რომელიც იქ დგას ეს ამათი პროდუქტია. ამ 13 წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთდა იმისთვის რომ სკოლებში სწორი სწავლება ყოფილიყო.
რომ იქ არ დამდგარიყო. სწორი ორიენტირების მითითება ყოფილიყო ბავშვებისთვის. აი ეს კანონები, რომელიც წინა ხელისუფლების ხელში მიიღეს და შემდეგ ამათ განამტკიცეს, რომ აბსოლუტურად ჩამორთვეული აქვს მშობელს და მასწავლებლებს უფლება, რომ ბავშვს შენიშვნა მისცეს, დასაჯოს, რომ შემდეგ აღარ გაიმეოროს ცუდი საქციელი. პირიქით, ბავშვს აქვს უფლება იჩივლოს და მშობელი დააჭეროს. ებრაელის წყევლა ბავშვმა გმართოსო. გასაგებიც არის და მართალიც ამაზე მძიმე წყევლა არ არსებობს. აი ეს 13 წელი ესენიც რო განაგრძობდნენ წინა ხელისუფლების აი ამ რიტორიკას, რომ მხოლოდ ევროპაშია ჩვენი გადარჩენა, მხოლოდ ევროსტრუქტურებში გაერთიანებაშია ჩვენი ხსნა და გადარჩენა. აი ამას ვიმკითხეს. კორუფცია. მე მაგ კადრები ნანახი, რომ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ სტუდენტებს ეკითხებიან, მონღოლეთმა საზღვარი გადმოწიაო და როგორ უნდა დავიბრუნოთ ეს ტერიტორია, თქვენ რომელ მიმართულებას უჭერთ ხარს? ძალის გამოყენებით თუ მოლაპარაკებით? ზოგი ამბობს ძალის გამოყენებით, ზოგი ამბობს მოლაპარაკებით. დიმიტრი ყიფიანი და დავით ყიფიანი ვერ განასხვავეს სტუდენტმა ბავშვებმა. ერთმანეთში ჰქონდათ არეული. აი ესეთი თაობა გამოგვიზარდეს. ხვალინდელი დღე როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის? როცა ქვეყანას ინტელექტუალური რესურსი ამოეწურება, როდესაც ეს თაობები წავალ, წინა თაობები, რომელსაც ის განათლება სხვა პირობებში ჰქონდა მიღებული. ცუდი იყო, კარგი იყო ის სისტემა, ამაზე არ ალაპარაკი. ცნობილია, რომ საბჭოთა განათლების სისტემა ამ კუთხით მაინც ძლიერი იყო და მისაღები იყო, ხო? სხვა მინუსები თუ ჰქონდა და სხვა დანაშაულებები თუ ჰქონდა, ის სხვა თემაა, მაგრამ განათლების სისტემა, საბჭოთა განათლების სისტემა ერთ-ერთი უძლიერესი იყო მსოფლიოში. აი ეს თაობები რო წავა, რის პირისპირ დარჩება ქვეყანა? თუ კი აღარც ექიმი გვეყოლება, აღარც ინჟინერი გვეყოლება, აღარც მასწავლებელი გვეყოლება, მაშინ რა, ანუ ეს ინტელექტუალური რესურსი საერთოდ უნდა მოვიზიდოთ, ხო? და ჩვენ მარტო რიგითი მუშები უნდა ვიყოთ ქართველები აქ. ისინი იქნებიან ყველა ეს ხვალ-ხვალზე ჩელო თანამდებობებზეც, ორმაგი მოქალაქეობის პირები. ხო, აი ეს გზა არის დაუპის გზა. და ბოროტების გზა გვაქვს. არც არაფერი არ გწდება, აი არ იგრძნობა, რომ ვინმე სურვილი ამოძრავებდეს, რომ რაღაც სასიკეთოდ შეცვალოს. და განათლების მინისტრების შერჩევის აი სტილიც სრულად გაუგებარი მახსოვს ყავდა ჩვენ განათლების მინისტრი რამოდენიმე წლის წინ, რომელიც იმით დაგვამახსოვდა, მხოლოდ რომ თურმე ნაცარქექია არ შეიძლება ბავშვს წაუკითხო ეს ძალადობაა, რომ ნაცარქექია დევზე ძალადობს. რაღაც ამდაგვარება აღარც მახსენდება, რაღაც სისულელებზე იყო ლაპარაკი. სასკოლო პროგრამებში ასასწავლიან. და ერთ-ერთ არსებით და მთავარსაც ყველა ოსტატურად ფარავს და არ ეხება იგივე სასწავლო პროგრამებზე შეიძლება წუხან როგორ არა დაბალფენებზე ელაპარაკება. სახელმწიფო ვერ მოგახსენებთ ვერაფერს. ხელისუფლებამ უშუალოდ უნდა დაგვანახოს გადადგმული ნაბიჯები. ჩვენო ნაბიჯებს ვერ სასიკეთო ნაბიჯებზე გვაქვს ლაპარაკი. ჩვენოს ვერ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ ძველის ინერციას. მაგრამ ვინც ხელისუფლებაში არ არის, კი არის წრეები, რომ გულით შესტკივოთ და ასე შემდეგ. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი ფორმაციის სიმახინჯეს. მაინც ძალიან ბევრი ოსტატურად გვერდს სულის. დიდი ხანი არ არის კვლავ ინტერნეტში ხოტრიალებს ეს ძველი ინფორმაციებით, ხო, ასეთი მოცემულობა Facebook-ზე მაგ საუბარი მომხდა და გაზიარებაც მომიწია. ძველი ცნობა 54 მილიონი სახელფასოდ 10 ადამიანმა გაიყო და რიგით მომსახურეს იმ პერიოდში 2022 წლის აგონიეს მონაცემი 250 ლარი აქვს საბანკო სფეროში რომ შევდივარ და გოგონები მოგოდგებიან რითი მოგემსახურით დაგეხმარო და უმართლაც ბევრ რამეში გვეხმარებიან მას აქვს 250 ლარი
ხელფასი. და 54 მილიონი 10 ადამიანმა გაიყო. კაი, ეს კერძო სტრუქტურაა და იმ კერძო სტრუქტურას სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. კაი, ეხლა სახელმწიფო სტრუქტურას მივხედოთ. და აქ როგორ არის ინფორმაცია, რომ პრემიერის, ქალაქის მერის, პრეზიდენტის, პარლამენტის წევრები ხელფასები იზრდება ბიუჯეტშია ჩადებული მომავალი წლიდან 1400, 1200, 1500 ვის როგორ. პენსიონერის პენსია რამდენით იზრდება? 20 ლარით. პროპორცია ხო, აი როგორი პროპორცია. მოკლედ რო ვთქვათ, როცა ასიმეტრიული გადანაწილებაა და ეს ძალმომრეობითია. ახლა ბანკით მაგათი მოგონილი ხო არა, ეს ჩვენი პროდუქტი ხო არა, ბანკის სისტემა არსებობს და არა, ხო? ახლა გასაგებია რომ ბანკები შემოსულია, იმიტომ რომ ქვეყანა გაძარცვონ და მიწასთან გაასწორონ და გამდიდრდნენ და ასე შემდეგ და ფული აშოვინონ იმათ, ვისაც ფული აქვს ჩადებული ევროპელებს, ინგლისელებს და ანგლოსაქსებს და სხვა. ეს გავიგეთ, ეს არის თანამედროვე ექსპლუატაციის ფორმა, მაგრამ მაინც ამ ექსპლუატაციასაც ხო ვერ გაწევ იმ რიგითი და მთავარი მომსახურე პერსონალის საშუალებით. მაგრამ იმდენად გაუმაძღარია ეს სისტემა, ძალმომრეობითია. ამის გარეშე ეს ფულს ვერ იშოვის, მაგრამ მინიმუმზე ყავს დასული. მინიმუმს უხდის. ერთ ადამიანს 10 კაცის საქმეს აკეთებინებს, დღე-დაღამე მიწებებული ყავს იქ და თვითონ არხეინად 10 მილიონს ჯიბეში იდეს. მონათმფლობელობის თანამედროვე შეფუთული ფორმა. ეს სტრუქტურაა და ხელშეუხებელია და აი როგორც უნდა ესე არა ლიბერალურად, აი როგორც უნდა და მე ეს თავისუფალი ბაზარი, ეს ღმერთია, ყველაფერს დაალაგებს, ყველაფერს და არაფერი მონათმფლობელობაზე უარესია. აგერ რაც დაალაგა გამოჩნდა ხო ამ 15 წელს. ამაზე ლაპარაკი არ მიყვავს. აი ესაა ჩვენი ბოროტების ცხოვრების წესი. აქ ფულია, ძალმომრეობა ნუმერ პირველი. მოიხვეჭე, გამდიდრდით, ეს გამდიდრებული ვეღარ ნაყრდება. და მიიღება გაუბედურებული ერი, გამდიდრებული ელიტა და გამარჯვებული რომ ეკონომიკური ზდაბაქ. ეს გზა დაღუპვის ამას უნდა შეცვლა. თავისი ყველა ზედნადები უზნეობებით. ეს ლიბერალიზმის, თანამედროვე ლიბერალიზმი ციდან არ ჩამოვარდნილა, ეს არის ამ ფორმაციის პირდაპირ პროდუქტი. არის ჩვენი მშვიდობა. ბოლო დროს ხედავთ ევროპაში ახლა რა კანონს იღებენ არასრულწლოვნებს. გაუმარტივეს სქესის გადაკეთების პროცედურა, არც მშობელს უნდა დაეკითხოს, არც ექიმს, არც არავის წავა, გოგო მოვა ბიჭი ამ პირიქით. მას ვერ ამოიღებ. და რომელი ქვეყანას ევროკავშირში ამ კანონს არ მიიღებს, იმ ქვეყანას ეკონომიკურად დაახჭობენ. შეზღუდვებს და უწესრიგებს. დაახჭობენ, დავარქვა თავის სახელი, შეზღუდვა, ეგ არის დაახჭობა. ანუ აქაც ხო ფულის სისტემაა, ხო ფულზე ყავ დასმული. ამ ფულს გავაჩერებ, შენ დაიხჭვები, ამიტომ უნდა მიიღო. აი ეს არის ჩვენი ევროკავშირი. რამდენჯერ მეორევთ, ეს არის სოდომი, შექმნეს ეს სოდომი. ეს არის ანტიქრისტეს ტახტი მან დგა, ანტიქრისტეს სიტყვა. ანტიქრისტეთი იმართება, ჩვენ ჩაწერილი გვაქვს კონსტიტუციაში და ამის ამოღებას არ ვაპირებთ. ნეიტრალური საქართველო არის ესეთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, თუმცა ყველას დავიწყებული აქვს მათ შორის ამ ორგანიზაციასაც ახალგაზრდები არიან. შეიძლება უნდა შევახსენოთ, ეს დროც მოვიდა. 1,907,000 ადამიანს აქვს ხელი მოწერილი ნეიტრალიტეტზე განსაკუთრებული სტატუსით, სხვათა შორის რო იცოდნენ. დაყრილობის დადგენილებაც არის დამაგრებული ურდივლად. ხო, შემოვიდნენ ასეთი ინიციატივით, ხომ არ ჩავატაროთ რეფერენდუმი და ხომ არ გადავხედოთ ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებსო. გაგიმარჯოს, როგორც წამოწყება არა უჭირს, კარგია, მაგრამ ჯერ ერთი დე იურეს არსებობს და თუ მართლა გამოყენება გვინდა, აგერ არის. არაა საჭირო ახალი რეფერენდუმები და ასე შემდეგ. მაგრამ საინტერესო იყო ჩვენი პრემიერის მიერ შეგებებული სიტყვა. არა?
ჩვენ კურსის შეცვლა გამორიცხულია, ჩვენ ევროკავშირისგან ინტეგრაცია ამ კურსს არ უღალატებთ, ვიქნებით ერთგული. თუ კი ეს ევროკავშირი უკიდურესობამდე მიდის. მაგაზე მეტი რა ხوار შეიძლება ესე ფულზე იყო გაყიდული, ესე არის ეს მონობა ვიღას ემონები. ესე როგორ უნდა იყო დაცემული? არ შეგიძლია თქვა რომ დიახ მე ვცვლი კურსს, იმიტომ რომ შენ მე გამანადგურებ. როგორ ესე იგი? იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელია. მე იმ სივრცეში უნდა შევიდე, იმ სივრცეში უნდა შევიყვანო ჩემი ქვეყანა. სადაც თურმე ბავშვს სიმღერა უფლება ეძლევა რომ წავა გოგო და მოვა ბიჭი. ან საერთოდ უსქესო. აი ხო ხედავ რა ცუდია რომ ვერ მოასწარეთ ევროკავშირში შესვლა. რო შესულიყავთ ეს კანონები ხო ჩვენ შეგვეხებოდა. და ქართველებს ახლა ისეთი ბუნება გვაქვს რომ მაინც და მაინც ბიჭი გვინდა ხოლმე რა რომ გვარის გამგზელებელი ეს გამგზელებელი და თავისუფლად გოგოებს მივიყვანდით და გადავაკეთებდით ბიჭებად. შვილებს. და ესე იგი აი როგორ არის საქმე? ეს ხუმრობით, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია რომ ხო არ ვარ გაიქ. იქიდან ამხობენ კიდევაც, იქიდან ფული შემოდის ქვეყნისთვის საქმის გასაფუჭებლად, არეულობის მოსაწყობად. იქიდან ფარველობენ აგენტებს. მაგრამ მე არ შევცვლი პოლიტიკურ კურსს. იქ ბევრი რამე ცუდი ხდება. მაგრამ მე ღირსებით უნდა შევიდე. ღირსებით უნდა შევიდე. ეს დაახლოებით იგივეს გავს. მაგალითად გოგონამ რო თქვას რომ მე ბორდერში მაპატიეთ ამაზე, ბორდერში შევიდე. მაგრამ ღირსებით უნდა შევიდე ბორდერში. და აი ზუსტად ასია საქმე. ჩვენ გადავიწყვეტია. ეს როგორ გავიგოთ, რანაირად გავიგოთ? მეძავთა სახლში ღირსებით უნდა შევიდეთ. კაცო ის მეძავთა სახლია და შენი ღირსება სადაც ნებადართული ერთგესიანთა ქორწინება, სადაც ნებადართულია გეი აღნუმები და ის ბინძური ორგიები, რომელიც ჩვენ ყველას გვინახავს ინტერნეტში არის ეს ევროპის და ამერიკის დიდ ქალაქებში რო ტარდება. პირდაპირ ქუჩაში მიდის ეს ბინძური ორგიები. ის კადრებიც კი მაქვს ნანახი ერთ-ერთი ქვეყნის სამხედროები რომ მონაწილეობენ და ნახევრად გაშიშვლებულები და ნახევრად სამხედრო ფორმით შემოსილები მოდიან ამ აღნუმზე. აი ეს ყველაფერი სადაც ხდება, შენ გინდა რომ შენი ერი შეიყვანო იქ. ოღონდ აი შენი ღირსება, შენი ეროვნული ტრადიციები, შენი პატიოსნება, შენი სიამაყე, აი იქ რო შეხვალ, რანაირად უნდა დაიცვა, როცა გეუბნებიან, რომ თუ ჩვენს მიერ მიღებულ კანონებს არ დაეთანხმები, მაშინ მოგვუდავთ რეპრესიების ქვეშ მოგაყოლებთ ფინანსურად და სხვადასხვა რეპრესიული მეთოდები. სადაური წესია და აქაური წესი. შენ თუ გინდა იქაური გახდე, იქაური წესები გავრცელდება სრული სვლით. როგორ ჩანს, ასეთი წარმოდგენები გვაქვს, რომ deep state ხო არის, რომელსაც ესე დაუნდობლად, ვებძვით კი ბატონო, ხო. ეს deep state-იც იქცა გარკვეულ რაღაც უხილავ ქიმერად. იცი რა, deep state ასდენს ევროპას. აი deep state-ი რო დამარცხდება, მერე ყველაფერი დალაგდება და ეს არის რაღაცა იხვის ჭუჭულის ცნობიერება. მართალია ეს სხვა არის ეს კრუხი იხვი და არ იღებს ამ სხვა ჯიშის პატარა წიწილას. მაგრამ მაინც იმედი აქვს, რომ ბოლოს იმის მთებქვეშ შეყობს თავს, მიიღებს და მას უნდა სდიოს კუჩში. გამოსწორდება. მოვა აზრზე ბოლო ევროპა და ჩვენ ისევ იმ ოჯახს დაუბრუნდებით. ჩვენ როგორ შეიძლება ამ სანუკვარ კურსს უღალატოთ? ჩვენ ხო პირველი ევროპელია კიდე ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ევროკავშირის მაღალი ტრიბუნიდან, რომ ევროპა უნდა შექმნას თავისი შეიარაღებული ძალები, რათა ებრძოლოს რუსეთს. შესაძლო თავდასხმის ან ასე შემდეგ მოსაგერიებლად. თუ ჩვენ აქ ამაყობ ხელისუფლების პოზიციიდან ლაპარაკობთ, თუ შენ აქ ამაყობ იმით, რომ მე ქვეყანას მომიავარიდე და ამავე დროს ამ ქვეყანას რთავ იმ ორგანიზაციაში, იმ გაერთიანებაში, რომელიც რუსეთთან საუბრად ემზადება. ეს რას ნიშნავს? მე პოლიტიკურ კურსს არადა ვიცით, რომ აი ხა დღეს ესეთი მოვლენები მიდის,
ამერიკა მზადა კი არა ავალებს მისგან იყიდონ იარაღი და მოემზადნენ რუსეთთან საომრად. და ჩვენ აქ მეორე ფრონტი ავარიდეთო, მეორე ფრონტის გახსნა ქვეყანას ამით ამაყო. და ამ დროს შეიქმნავს იქ, რომელიც გამალებული ემზადება რუსეთთან შესაჯახებლად. დასავლეთთან ინტეგრაცია, აი დასავლეთი ემზადება, მაშინ აი საგარეო ნაწილზეც რო გადავიდეთ ჩემალი ბარემ, მცირედად ხა შევეხებით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დროც აღარ გვაძლევს ბევრი საშუალებას. Ну, რა ხდება ტრამპი მოლაპარაკებები, სამშვიდობო მოლაპარაკებები, როგორც საფნის ბუშტი ისე გასხდა. და როგორ არის მოკლედ რო შევაფასოთ. Ну, ჯერ ერთი გზა დაღუპის. იქნებ თავში უნდა გვეთქვა, მაგრამ ეხლა მაინც ვეხებით აქაც ხდებოდა ბევრი რა. ყველაზე მთავარი საკითხები, სულიერად რა თქმა უნდა. აქ ბევრი რამ გაკეთდა, ისევ იმეორებს სულიერად, ფიზიკურადაც ხელშესახები თქვათ ის ახალზე გადასვლის საშუალება de jure აქ მომზადდა საქართველოში, ქართულ ენაზე გაცხადდა, რასაც მთელი 2000 წელი შიშით რიდით თუ სასურებით რომ ველოდით, რაც უნდა გაცხადებულიყო. მაგრამ როგორ დავტოვეთ, აი გადაუჭრელი დავტოვეთ, გადაუწყვეტელი დავტოვეთ, გაურკვეველი დავტოვეთ, ბუნდოვანი გარი რა იქნება, როგორ იქნება, ვერ მივიყვანეთ ბოლომდე და ну ესე პირველ რიგში ელიტის ნაუქმედარია სასულიერო საერო ხელისუფლების წინმავლების გადაწყვეტილებათა შედეგია და აი ესე დარჩა რა, გადავრჩებით, ვერ გადავრჩებით, იმიტომ რომ გზა დაღუპისა მაგაზე გვაქვს ლაპარაკი, სანახევროდ თითქოს რაღაცა აზრზე ვართ მოსული, მაგრამ ეს არის სანახევროდ, აღუშველის. იმიტომ რომ აქ უნდა გადაწყვეტილიყო, აქედან უნდა მისწოდებოდა სოფლის, სულიერად აქ რაღაც გადაწყვეტა, რაღაც გადაწყდა, ძალიან მნიშვნელოვანი, რაღაც მიეწოდა და ჭიდაობა გრძელდება სოფლიოში, ყოფნა არ ყოფნის საკითხები და ყოველწამიერად იცვლება ეს ამბები. სოფლიოში გამოღვიძების პროცესი იგრძნობა დასაწყისი. ეს იმპულსები აქედან არის წასული, ეს სიტყვა აქედან არის წასული და ახლა ეს წვენი საკითხები რაღაცამ შეიძლება დაიჯეროს, ვიღაცამ არ დაიჯეროს, მაგრამ ამით რეალობა არ შეიცვლება თუ არ დაიჯერა ვიღაცამ, ეს სიმართლეს არნიშნავს, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ ბევრი რაღაც არის საკითხები, რასაც ალბათ მოგვიწევს მაინც შეხება, ლაზარეს საკითხებია იქ. ჰემეტრია შემოიტანეს თუ რაღაც საკითხები არის. თავის დროზე ალბათ პასუხის გაცემა მოგვიწევს. და სოფლიოშიც ასეთი გაურკვეველი მდგომარეობა, ცოტა თითქოს მშვიდობისკენ, ჩვენ ახლა ასე დავსვით საკითხი, მას შემდეგ რაც მთავარი ავტორიტეტი ამ საქმეში, პირველი სიტყვის მტივრთელი და მომტანი აკაკი, ბატონი აკაკი ჩვენს გვერდით აღარ არის, ასე დავსვით საკითხი, რომ შესაძლებელი არის თუ არა ეტაპობრივად სოფლიოში, აქ ვერ შევცვალეთ. მაგრამ იქნებ სოფლიოში რაღაც გაჩნდეს ფანჯარა, გარკვეული ცვლილებებისკენ წავიდეს და იქნებ ამას მაინც არ ჩამოვრჩეთ და პარალელურად წავიდეს ჩვენც რაღაც შევცვალოთ, დადებითისკენ, სოფლიოში შეიცვალოს, იქნებ ასე მაინც გავიდეთ ერთგვარ ფონს გარკვეული პერიოდი მაინც, იმიტომ რომ ამოცანა ბოროტების გზის დაგდება. დააგდესო ნინეველებმა ბოროტების გზა და ღმერთმა აღარ უყო, რასაც მისდევოდა. და რა ნიშანი გვეძლევა? პროცესია. სასწაულებს უკეთური დამამრუშე მოდგმა ელის, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ პროცესის მიმდინარეობა ნიშნებით შეიცნობა. შიგნით თითქოს დადებითი ნიშანი გვაქვს, აი არ ხდება ეს დიდი უბედურობა, დამხობა და ასე შემდეგ და ფერადი რევოლუცია გაჩერდა. ჯერჯერობით ამის საფუძველი არ ჩანს, აი ახლო მომავალში არ ჩანს. მაგრამ შეიძლება უფრო უარესში ყოფ თავს. ეს არის ნელი კვდომის პროცესი, ელიტის თრობის პროცესი, მოწინააღმდეგე აღარ ყავს და რა ხდება, რა პროცესაა აქ ადგილი, ქვეყნის გაყიდვა გრძელდება, განქართველება გრძელდება, არა და ახალი სიტყვით ადამიანი ერიკაცობრივა ღვთაებრივი წარმონაქმნია და ის რაც ერს ყოფს, ის ღვთის წინააღმდეგია, ის ცოცხლის წინააღმდეგია.
რა ნიშანი გვაქვს გარეთ? გარეთ კვეთრად მოცემული უარყოფითი ნიშანი მივიღეთ. აღმოსავლეთ, დასავლეთ, ჩრდილოეთსა და დასავლეთ შორის მართლმადიდებელ იმპერიასა და ანტიქრისტიანულ საფუძველზე აგებულ დასავლეთ შორის მიდის დიდი ჯახი. არც ეს არის წმინდანი, რა თქმა უნდა, ჩრდილოური მხარე. ახლა ასეთნაირად შეიცვალა. დემოკრატია გვერდზე გადაიდო, მსოფლიო მმართველობამ გადაწყვიტა, რომ შემოეყვანა ტრამპიზმით პირდაპირ მაფიის ბოსი. ასეთი გააზრებით უკვე. მოდი ეს დემოკრატია და რაღაცები გვერდზე გადაიდო, არის მაფიის ბოსი. ბოდიშთა უკანალზე ამბორით თავისი დაჟი თუ არ რასაც გეტყვის თუ იმას არ აკეთებ ბოდიში და ტყვიას დაგახლიან, მოკლავენ, არც ეს არის დაპარული უკვე. ოღონდ ეს ერთ პირობას გაძლევს, რომ თლად არ მოგსპო, პატარაზე დაგტოვებ. ოღონდ უნდა იყოს ჩემი მონა მორჩილი. აი ამ მიდგომით, რაღაც გარკვეული გარიგებით, გარკვეული მოლაპარაკებების წარმოება დაიწყეს რუსეთთან, მაგრამ ჩაიშალა მორიგება, ჩაიშალა კულისებს მიიღმა, რაზეც მიდიოდა საუბარი და მშვიდობის მტრედად თავწარმოდგენელი სოფლიო მაფიის ბოსი, ასე ვთქვათ, ტრამპი, უცაბედად მესამე მსოფლიო ომის ღილაკს ბოლომდე აწევა თითით. პირდაპირ. გადავცემ უკრაინას, მაგ არა მაგ იქ რა ექსპერტები ლაპარაკობენ, აქ თუ არა, აქ არის თავი არსი. ეს არის ამერიკის სამხედრო მანქანის მუშაცხელი. ეს ფთოსანი რაკეტები. ძალიან სერიოზული ერაგი, მართალია არის უკანასკნელი ყველაზე განვითარებული ტექნოლოგიის, მაგრამ თავის საქმეს ძალიან სერიოზულ დონეზე აკეთებს. სადამდე მივედით, ფთოსან რაკეტების მიცემაზე ლაპარაკი, ყველანაირი ინფორმაციის გადაცემაზე, ყველანაირი კოდები. ფაქტობრივად მოდი ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. ეს ამას არ ქვია ფთოსანი რაკეტების მიცემა. ამას ქვია რომ გავშიფროთ ომის გამოცხადება. კი ბატონო, იმიტომ რომ ამ რაკეტების გასროლა უკრაინელებს არ შეუძლიათ. კი არა, რიგით ამერიკელ ჯარისკაცებსაც არ რა თქმა უნდა ეს სპეციალურად მომზადებული ისეთი იარაღია ოფიცერთა შემადგენლობიდან არის შერჩეული ხალხი, რომელსაც სპეციალური ცოდნა აქვს მიღებული, რომელსაც შეუძლიათ და ამას თან უნდა ახლეს აუცილებლად სადაზვერვო მონაცემები. საით უნდა იქნას გასროლილი, თავისი კოდები, თავის ყველაფრით და ამას ქვია უკვე ომის გამოცხადება. ანუ ეს ამბობს, რომ მე ამ რაკეტებს შევიტან ამერიკაში თავისი მომსახური პერსონალი თუ არა ისე შეტანას აზრი არ აქვს. თუ ვერ გაისრულეს, მაშინ შეტანას რა აზრი აქვს. ანუ თავის მომსახური პერსონალიანად უნდა მოხდეს იმის გადასროლა. აი სამხედრო საკითხებში ღრმად რო არ შევიდეთ, ახლა სამხედრო ექსპერტები არიან და პრინციპში ამ ცოდნას გვაწვდიან, უკვე ღიეთ არის დამტალი. შეუცია მთელი ევროპა. უკრაინის ხელით, რა თქმა უნდა. ამერიკიდან უნდა მიიღოს იარაღი ევროპამ, რა უნდა გააკეთოს, უნდა დაეჯახოს რუსეთს. უფლება მისცა. სადაც გინდა დაარტყი, რა მონძილზეც გინდა შევდე, გინდა მოსკოვს გრძელი რადიუსის მოქმედების იარაღით. დაარტყი, მე მოგაცდი ყველაფერს, რაც საჭირო არის, დაზვერვის მონაცემები, გინდა კოორდინატები თუ ასე შემდეგ. რა დროში გვიწევს? ეს არის მეორეთ მოსვლა, ეს არის როცა მაგრამ რეალურად ხდება ყოფნა არ ყოფნის საკითხი, რაც ჩვენ twinამდე ვერ დადის. ჩვენ ისევ აი პატარა პოლიტოლოგიური მასში, პატარა რაღაც რელიგიური მეებში გავიჭედებით ხოლმე, მაგრამ რეალურად ხდება ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხები. და თუ არ გვინდა რომ ვიყოთ თვისინაშე ჩვენ ვერ ვაბარებთ გამოცდას დადებითად. იმიტომ რომ ახალი სიტყვა გვეუბნება, რომ ჩვენ გვეძლევა შანსი თუ იმ პირობებს მივიღებთ, ანუ ბოროტების გზას დავაგდებთ და ასე შემდეგ. რასაც 28 წელი მიუძღვნა ბატონმა აკაკი. გვიხანგრძლივდება სიცოცხლე და ჩვენი ცივილიზაცია შობის პროცესში ჯერ დაბადებულათაც კი არ ვითვლებით და წინ ვერც ვიმშელებთ რა სადამდეა ადამიანი. ადამიანი ღვთის ხატად არათ არის შექმნილი თავის პოტენციალში. და თუ თავს ვიღუპავთ, უფლის წინაშე დადებითად გამოცდას ვერ ვაბარებთ და სამოთხეს ტყუილად ელოდება ვიღაცა სადღაც იქ. და რომ მართლაც ხდება ყოფნა არ ყოფნის საკითხი ჩვენ თვალწინ დევს.
ესე იგი მართლაც პოკერის თამაში დაამსგავსეს სიცოცხლით, სიცოცხლის არსებობით ვაჭრობა. რას ეყრდნობა ამ შემთხვევაში ტრამპი, როგორც მაგარი მოთამაშე, რომელიც მამამ გაზარდა, რომ შენ უნდა იყო კილერი. ჩვენმა პროდასავლურმა იქ ძალიან იქ გაზრდილებმა თქვენს როგორ იზრდებოდა და ხო იცით რა ცნობილ პიროვნებებზე, თუმცა როგორ გროვდება. კილერი უნდა იყო ასეთ დიდაროს კაპიტალისტურ ამ ხეცის სისტემაში რომ თავი გაიტანო და იყო მაგარი შოუმენი. როგორც ერთ ქართულ ფილმში გელი უნდა იყო და გელზე უფრო მგელი. ნუ აღარ შენი გელის და გელზე უფრო მგელიც და რაზე არ დამთანხმდები, მოგისებ თელ ევროპას, მივცემ ყველაფერს, ასე და დამარტყავ. დაასრულებ ყველაფერს. აი რა მდგომარეობა შეიქმნა უცებ. და რა გააკეთა ამისათვის საჭირო რა იყო? აღმოსავლეთში, მახლობელ აღმოსავლეთში წამოწყებული ფრონტი უნდა გაეჩერებინა, აგერ ჩემი სამშვიდობო შეთანხმებაც, მოლაპარაკებაც. ეხლა მაგას კიდე ცალკე ის არის თურქეთზე ხელის დადება ერდოღანზე რო შენახარ, რაც ახარ ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, მახლობელ აღმოსავლეთში შენ ხარ ავტორიტეტი, იქ მშვიდობის საკითხები იქ განეიტრალებს აქეთ დაწოლას, მთელი აქცენტები გადადის რუსეთის წინააღმდეგ. იმართვა და რას იზავ? ას შემომიბრუნებ ხელს? დამარტყავ? ამ ხელაძალებს რომ მოგიქცევ, ვირტული არაღი თუ გაგიშველი და იქ მარ ვირტული არა. ჩვენ არ ვიცით სად გადის რუსეთის მოთმინების აი ბოლო ზღვარი. ბოლო წითელი ხაზი სად გადის? ჩვენ არ ვიცით. ეს თემა გვირილას ვერ ავიღებთ და ვერ ვიმარშიებთ. მართლა არ ვიცით. გაისვრის არ გაისვრის. თუმცა ეს სამხედრო ექსპერტები პირდაპირ ალაგებენ. ეს დახურული თემა აღარ არის. ნუ თუ კი ჩვენ საკვანძო მომარაგების ჯერ ერთი უკვე დაბომბილია და 35% მომარაგება ენერგეტიკის მათ შორის ნავთობის უკვე განადგურებულია. ნელ-ნელა ეტაპობრივ. და არის ზამთარში როგორ უნდა მიაყენოს ზიანი და ასე შემდეგ. და ჩვენ თუ ძალიან მკაცრად არ გავცეთ პასუხს, არაფერი მეშველება, იმიტომ რომ მე გეგმაში არის ნესტრისპირეცე იერიში იქით კალინინგრადის დაკარგვა და ეს გამოიწევს შიდა არეულობას გასაგებია. ამიტომ ეს რო არ მოხდეს, არ დაუშვათ, ძალიან მკაცრი დარტყმები უკვე ყოველგვარი წითელი ხაზების გვერდზე გადაწევით. ან ატომური ბომბის აფეთქება ჩილობნილოვან ოკეანის თავზე. მსგავსად როგორც მეფე ბომბა რო ააფეთქეს 60-იან წლებში 50 მეგატონიანი. იმიტომ რომ მაშინა ძალიან იყო გაცხელებული დასავლეთში, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დარაზმა და ომი და ასე შემდეგ და ეს ძალიან გაცხელებული ტვინები ცოტა რომ გავაგრილოთ, ერთი ვაჩვენოთ რა შესაძლებლობები არსებობს. და ამან მაშინ გაჭრა. ნუ ამან გაჭრა თუ კიდე რასაც ჩვენ მაგის გარეშე იმათ არიცია, თვითონაც ხო აქვს. მაგრამ თუ კი ის დროა, როცა უნდა თავი დაიღუპო, ეხლა ტრამპს სიკვდილი უნდა, ან დასავლეთზე ადამიანი, იმას სიკვდილი კი არ უნდა, იმას თავისი ბატონობის მიღწევა უნდა. მოშიახის დასმა უნდა. სოფლიო ბატონობა უნდა. სიცოცხლის დაკარგვა კი არ უნდა, მაგრამ ვითარება იმდაგვარი ნელ-ნელა ომის მარყუში ისე ეხო რუკა გამოსავალი აღარ რჩება ადამიანს. ადამიანი თავისავე დაგებულ მახეში ებმება. აი ეს ნიშანი გვაქვს, მოცემულობა ეს არის. მე მგონი უკვე უნდა დასასრულისკენ წავიდეთ. საკმაოდ გავიგრძელდა საუბარი და მე როგორც ბოლოს სიტყვა რამდენიმე სიტყვით მინდა კიდე შევეხო იმას, რომ აი შენ თქვი, რომ ტრამპი ევროპას ამზადებს რუსეთთან შესაჯახებად. ჩვენ პოლიტიკურს არ ავწვით, არა, კი. თან ახლა ამერიკის დამოკიდებული ევროპის მიმართ კიდე ერთი ცალკე აღნიშნის თემა და განხილვის თემაა, რომ ჩემგანმა იყიდო გაზი, ჩემგანმა იყიდო იარაღი და თანაც ორმაგ და სამართლაში. ეს დაახლოებით მაგხსენებს 90-იან წლებში რეკეტი გახსოვს რუსეთში, საქართველოშიც იყო ეს. ნუ ძვირადღირებულ მანქანას აჩერებდნენ და აგური უნდა გეყიდა რამის იმ მანქანის მეოთხე ფასში.
რაღაც უგრული. თუ არა მაშინ იმანქანას დაგილეწავდნენ. აი დაახლოებით ამდაგვარი ტიპის რეკეტთან გვაქვს საქმე, რომ სოფლიო რეკეტი. რომ შენ არ არის ეს აგური იმდენი, მაგრამ უნდა იყიდო, თუ გინდა რომ ზიანი არ მოგაყენო. კი ბატონო, ეს გაზი სხვას უიაფათ აქვს, მაგრამ იმისგან არ უნდა იყიდო, ჩემგან უნდა იყიდო 2 მაგ და 3 მაგ-ფაში. ეს დამოკიდებულებას აქვს. თან ამ ევროპას ტენისი მომში ამერიკა. და ჩვენს მაპატიეთ ამ ტერმინებზე, ჩვენც იქ ვეტენებით. აი იმ ევროპაში ვეტენებით, რომელსაც ამერიკა იქით საუბრად უბიძგებს. ნუ არადა ნათქვამია, რომ ქვეყნის გადარჩენა გადის ნეიტრალიტეტზე. და არა სადმე აი პოლიტიკურ თუ სამხედრო დაჯგუფებაში, გაერთიანებაში. არ არის ხსნა და გადარჩენა პირიქით ნეიტრალიტეტში. წამოაყენებენ ხოლმე თემას, რომ ვავქნათ ახლა, აბა რა ვქნათ, ვიღაცას რო არ მივაკედლოთ, რუსეთი ყავს ფარველი, აზერბაიჯანს, თურქეთი, ისრაელს, ამერიკა, ჩვენ არავინ არ აქვს. ქართველი თუ კარგად გაახილებს თვალს, დაინახავს, რომ მას ფარველი ყველაზე მძლავრი ყავს. ეს არის თვითღმერთი და ვისაც ეს არ ჯერა, საქართველოს ისტორიას გადახედოს და იქიდან გააკეთოს დასკვნები, რანაირად შეძლო ამ პატარა ერმა, პატარა ქვეყანა თვითყოფადობის შენარჩუნება, რანაირად შეძლო თავისი წმენის და ადაწესების შენარჩუნება და დღემდე მოსვლა. თუ არა აქ თუ ღმერთის ხერს ვერ ხედავ, მაშინ უკვე გასაოცარია, რომ საერთოდ რამის დანახვა შეგიძლია. აი ჯემალი უყურე როგორ არის ეხლა ვინ აყვავს ფარველი ფაქტობრივი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით ხო არსებობთ დღემდე მოვედით რაც მოითხოვება ნაწილობრივ იძულებული ვართ ეგ გავაკეთოთ რომ მართლა გადავრჩეთ ფარველი ვინ აყვავს ევროპაა ჩვენი ფარველი რეზოლუციები ნახეთ დამოკიდებულება ნახეთ რუსეთია ჩვენი ფარველი თურქეთია ჩვენი ფარველი ხო ეს ოკუპანტია დერო წავუკიტანა უნდა მიიტაცოს ოკუპირებული აგერ რამოდენიმე მეტრის ამბავია თურქეთის ტერიტორიას მოიხსენებენ მაგრამ ეს ისტორიული საქართველოს ეს ხეთზე გველოდება უკან თურქეთის ამბობ თურქეთის ტერიტორიად მოიხსენებენ მაგრამ საქართველოს ტერიტორიაა ეს ისტორიული საქართველოს ტერიტორია ინფორმაცია არის რომ თურქმა ისტორიკოსებმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქართველი მეფის ნეშტი სამარხი შეგხვდა ხო შენც ეგ ინფორმაცია რა თქმა უნდა ხო და ანუ ეს რაც მეუბნება ხო აქ რისი თქმა მინდა რა ქართველი მეფე წაიყვანეს და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დამარხეს ну ეს ჩვენ რაღაცა გვეშველება ჩვენ თაობას ამ თემაზე საუბარი არ ჭირდება ისე ყველა ვიცნა მე ამ ახალგაზრდებს გაშოთ პურაპალატი საფლავი და ახალგაზრდების გასაგონად ვამბობ ვისაც მიაჩნია რომ თურქეთი მეგობარია და მხოლოდ რუსეთია ოკუპანტი ანუ ისევ საუბარი იქ რომ დავაბრუნოთ დღეს საქართველოს ფარველი ვინ აქვს მაგაზე ყველასწორულად არის განწყობილი ხო და ყველა საქართველოს ტერიტორიაზე და წაგრეჯვაზე უჭირავს თვალი მაგრამ ასე თუ ისე ვინარჩუნებთ არსებობას და დღემდე ვარსებობთ თურმე მაგალი ღმერთის ფარველობა და მისგან ასე ვთქვათ დაცვა რომ არა საქართველოს ან დღემდე რა მოიყვანდა ან დღეს როგორი არსებობდა აი ამ პირობებში ბოდიში უბრალო ლოცვით და უბრალო ალილუით არ ხდება ეს ფაქტობრივი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით არის ეს მოსახერხებელი. არავინ არ ყავს პირდაპირ მფარველი, არც ირანია ჩვენი მფარველი, არც თურქეთი, არც რუსეთი, არც ამერიკა, არც ევროპა. მაგრამ არსებობთ. და ყველაზე მშვიდობიანად სხვათა შორის. აქ რაც თავარია. რუსეთი იმის სანაცვლოდ, რომ ფარველობას უწევს ბელორუსისგან ითხოვს რაღაცას. ჯარები უდგას, რაკეტები განაგა და ბელორუსია ფრონტის წინა ხაზია ფაქტიურად. ხო. ნუ ყველა იმ ფარველობის საპასუხოდ რაღაცას ითხოვს. თავის სასარგებლოსაც რაღაცას ითხოვს. ერთადერთი ღმერთია, რომელიც ჩვენგან არაფერს არ ითხოვს, ისევ ჩვენს გადასარჩენად გვაძლევს იმ ცოდნას და ითხოვს, რომ ეს ცოდნა გამოვიყენოთ. ეს ცოდნა რას გულისხმობს? ფორმაციის შეცვლა და როგორ უნდა შეიცვალოს ეს ცოდნას მოწოდებული აქვს
და ქვეყნის ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით. ამის გარდა ღმერთი ჩვენგან არაფერს არ ითხოვს და ეს რასაც ითხოვს, ისევ ჩვენს გადასარჩენა და სასიკეთოდ არის. რა თქმა უნდა. ძალიან გაგვიგზელდა, რა ვიცი, მეორე თემას მე მოვედეთ რაღაც ესე წავიდა დღევანდელი საუბარი. ხო, ფული როა და სათქმელიც გვირთულება. თუ რაღაც ვერ გადმოვეცით ისე მოდის გიხდით, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, მოსმენისთვის, მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ალბათ.